Ჭიშის ბიჭები გაგდუხ ჩამალების უფლება დამცველებს. რომელი სასახლეში აი გეცნობ რომელი ჩამალების უფლება დამცველებს. როგორ შეგიძლიათ ცივილური საუბარი ბიჭო? თქვენ ვისი უფლებები უნდა დაიწყოს? აქტივობდნენ შეგნებულად დაბალთან გასაჩვენებენ რეალურად მაგალითად ჩვენ რო ესე მოვიდა დაზო შენი დედა უნდა მოვქრა მოდი აგელაპარაკო, მოდი, ერთი თი უნდა მოგამწრიო, მაკეთის უნდა. უბროსო. აქ პოლიციის დაღრება მირჩევნია, კარები დავკეტო, თამარ გადიუყო. აი, დავკეტო მაშინ. იბი არის ყოთა გინდა რასაც ადგილი არ გინდა დაკეთე რეგულირების გამო აშატურის გამო პოლიციები გიდვა. სადეს რომ პროვოკაციაზე წავსულიყავით რა. მე მინდა მოგიყავდოთ ბოდიში. ყველა სახელით ვინ თეატრიდან ვარ ჩამოსული და ვინ ესეთი შეურაცხყოფის მოწმენა მოუწია. ამას ისმენდა ჭიათურელი ხალხი. და ისმენდა და ხედავდა როგორ ვითმენდით ამ ყველაფერს იმის გამო რომ არ დაზარალებულიყო ისევე ჩვენი ქალაქი და ჩვენი თანახმადებლები არ დაზარალებულიყო მშრომელი ხალხი და ამას ძალიან აფასებს ყველაფერს სწორად ხედავს სწორანალის უკეთებს ჭიათურელი საზოგადოება და შესაბამისად პასუხობს ამიტომაც როგორც გეკუთვნით ისე კი პასუხებთ ჭიათურლები კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები შევარდნაძედან მოყოლებული პროფკავშირის თავმჯდომარე არის რა მშრომელების მდგომარეობა ხო გაუარესების გაუფეთურების რეგიონების გაძარცვის დასუსტების მეტი არაფერი არ უნახავთ რატო იცი იმიტომ რომ გაყიდული არის თავიდან ფეხებამდე მოდიან მაგასთან პაჭკებით მოაქვთ ფული თქვენ ეს ბევრმა კარგად იცით და იმაში იღებს ამ ფულს რომ დაშალოს მერე ეს გაფიცვები მთელი ქვეყნის მასშტაბით კაზრეთშიც მაგაშვება, ჭიათურაშიც მაგაშვება, ტყიბულშიც მაგაშვება და ამაზე აქვს კარიერა მოწყობილი, ამაზე აქვს ცხოვრება აშენებული რა. ეს არის ამ კაცის ერთადერთი მიღწევა. რომ სარგებლობს საქართველოში სიღარიბით, გაჭირვებით, უფეთურებით, რაც რეგიონებში ხდება და აი ამაზე იშენებს ქონებას. მარტო ჭიათურაში კი არა, ყველგან გამოსაშვებები ხართ ხალხო თქვენი ოფისებიდან. და უნდა გადაიბაროს ეგ თქვენი ოფისები ხალხის პროფკავშირმა უნდა გადაიბაროს რაში ხარ თქვენ საჭირო ხო ანუ ჭიათურის მთავარი მიღწევა ეხა ერთ-ერთი ეგ იქნება რომ ჭიათურამ ამათგან დამოუკიდებელი პროფკავშირი უნდა შექმნას რომ ამათი შუამდგომლობა არ იყოს საჭირო იმიტომ რომ ამათი შუამდგომლობა არის სულით ვაჭრობა საკუთარი სულით ვაჭრობა მშრომელების უფლებებით ვაჭრობა ვისთან აი ამათთან ამ კაპიტალისტებთან ვინც ამ ქვეყანას ძარცვავს მთელი ეს დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში და რომ იყურებთ რა ვიცი ხალხო ეხა რა გიგონია მეშინია სიმართლეს ვიცახი რასაც ვიცი რომ მაგრა გტკივათ მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გტკიოდეთ და მაგ გინებებით თქვენთვის შეგიძლია შეინახოთ რა ძილობიანად გიპასუხებ ამ ეტაპს შეკრული იყო ყველა მთავრობასთან პირდაპირ დღევანდელ მთავრობასთანაც შეკრული არის ჩვეულებრივად აგრძელებს აი ამას ნაცების დროს გირგვლიანთან და იმასთან რომ შედიოდა მკვლელებთან ეგეც ძალიან კარგად გვახსოვს ვინ არის ეს არის ყველა მთავრობის ნახმარი ტიპი რა პირდაპირ რო ვთქვათ რა და უნდა დაერქვას თავისი ყვითელი სახელი რაც არის რა ჭიათურაში მინდა მოგმართოთ რა რასაც აკეთებთ კარგად აკეთებთ და სწორად აკეთებთ ჩიგრები ხართ თქვენთან ვართ აქედან და უფრო მეტ ხალხს უნდა მივაწვიროთ ხმა რა გაუმართოს ჭიათურას გაუმართოს მაღაროები მოკლედ უამრავი პრობლემა არის პროფკავშირებთან დაკავშირებით დღეს აქ დაყენებული და ყველანაც ცნობია ჩემთვის და უფრო ახლობელი ვიდრე შეიძლება ზოგს წარმოუდგენია 2013 წლამდე ვიყავით მეტროპოლიტენში გაერთიანების წევრი პროფკავშირები
რომელ გაერთიანებასაც ეს ხალხი წარმოადგენს. ძალიან ბევრი დაპირისპირება გვქონდა მემანქანეების პირველად პროფკავშირთან, იმიტომ რომ ბევრ უსამართლობას წავაწყდით. დაინახეს მათ საფრთხე იმაში, რომ შეიძლებოდა მემანქანეების პირველადის პროფკავშირიდან ყოფილიყო ის მუხტი, რომ გამოსწორებულიყო სიტუაცია პროფკავშირების კუთხით სატრანსპორტო კომპანიაში და მათგანში უხარეს და საერთოდ მემანქანეების პირველადი გაგვიცხეს პროფკავშირებიდან. არათუ ის ორი გამგეობის წევრი, რომელიც დისკომფორტს უქმნით. თქვენ ხართ ჩვენგან დაქირავებული, მაგრამ არ ასრულებთ ჩვენს სამართლებრივ ნებას, მუშათა კლასისას. ამიტომ ის შანტაჟი, რომელსაც ეხლა ვაჟღერებღიათ და რომელსაც მხოლოდ 3% გამოვააშკარავე და 97%-ს ნელ-ნელა გზადაგზა გამომიაშკარავებს ირაკლი პეტრიაშვილი, მე ველოდები სულ მოუთმელად ყველაფერი გამოააშკარავე და ვიდაოთ ვინ არის დამრღვევი, ვინ არის ქვეყნის მოღალატე და რა არგუმენტები გაგაჩნია როგორც ჩემს წინაშე, ჩემს წინააღმდეგ, ასევე ზოგადად ყველა პროტესტის მონაწილის წინააღმდეგ. ასე რომ მასეთი იაფფასიანი ბრალდებები იმ დონეზე ხარ ჩამოსული უკვე დაქვეითებული, რომ სათითაოდ აქციის მონაწილეებს დაასდევთ ბანდებად, ჯგუფებად, ქუჩებში, სოციალურ სივრცეებში, აფრიალებთ ისეთ დოკუმენტებს, რომელიც არის არარეალური. ტუნისში არის კომპანია და ბატონი ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირი. გადაიღეთ ჯიპი, რომელიც გამოდის პროფკავშირების გარნიზონიდან, ესე რომ ვთქვათ. კარგია, აბა რა, რო უყურებ, მანგანუმი მახსენდება სულ. მივიდეთ ბანკების ფილიალებამდე. ბანკებისთვის არ იქნება ეს გადანაწილებით ძალიან დიდი პროცენტული შემცველობა, თუმცა თითეული ჩვენთაგანისთვის თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 3 თვეა ხელფასი არაუღია 3500 დასაქმებულს, არის ძალიან დიდი თანხა. უკვე მესამედ, უკვე მეოთხედ პროცენტი უფრო მეტია გადასახდელი, ვიდრე სესხად გავაკეთეთ ჩვენ. ამიტომ მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ შეაჩეროთ საბანკო პრობლემები, საბანკო ვალდებულებები ჭიათურაში. როდესაც აღდგება მუშა პროცესი, ჩვენ კეთილსინდისიერი გადახვდელები ვართ და აუცილებლად საბანკო ვალდებულებებს გადავიხდით. ეს არის ჩვენი თხოვნა. ჩვენ ვართ სიმბოლურად საქართველოს ბანკთან, თუმცა ნიშნავს იმას, რომ ყველა ბანკს მივმართავთ თხოვნით. ჩვენ ასევე სულ მალე ვარაუდობთ ხვალ წერილობითი ფორმით მივმართავთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობას და ყველა იმ ინსტიტუციას, ვისაც ხელეწიფება ამ უნებლიე პრობლემის მოგვარება. ეს ჰუმანური გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკლამა თქვენი მხრიდან ამ ფონზე, როცა ამდენი ადამიანი, როცა ამდენი ოჯახი და როცა მთელი ქალაქი არის მისული პიკზე და ყველაზე დიდი პრობლემებიდან ჩამონათვაში ერთ-ერთი დგას ბანკები და მისი პროცენტები, თქვენ ამ ჰუმანური ნაბიჯით შეგიძლიათ საქვეყნოდ კიდევ ერთხელ გამოამჟღავნოთ თქვენი სახე იმ ხრივ, რომ რაღაც კარგი შეგიძლიათ გააკეთოთ ადამიანებისთვის და ეს ჩაგეთულებათ როგორც ჰუმანურობაში, ასევე რეკლამაში. ბანკებსაც აქვთ ვალი ამ სამშობლოს წინაშე და მხოლოდ ჩვენ არ უნდა ვიხდიდეთ ვალებს და მათაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ერთხელ და სამუდამოდ და მშრომელები, რომლებიც ითხოვენ ძალიან მარტივ რაღაცას, რომ სანამ ჩვენ ვერ ვიხდით ვალს მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ მუშაობთ. ამის გამო კი არ უნდა დააკისროთ ამატები ჯარიმები, კი არ უნდა მოუგონო ახალი საპროცენტო განაკვეთები და გადაუვადო ასე. არამედ უნდა გამოიჩინო
გონიერება და ეს კანონითაც უნდა იყოს დარეგულირებული, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ, რომ ყველაფერი ემსახურება დიდ კაპიტალს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შრომელების მოთხოვნა, რომ გადავადდეს ვალი ისე, არ მოხდეს პროცენტების დარიცხვა, უნდა შესრულდეს. ეს ხალხი არის კეთილსინდისიერი გადამხდელი იმ უსამართლო, უნამუსო პროცენტების, რომელსაც ბანკი აკისრებს, მაგრამ ისინი იხდიან, როცა შეუძლიათ. და შესაბამისად ეხლაც უნდა აიღოს ბანკმა პასუხისმგებლობა და მათაც უნდა იცოდნენ, რომ ამ სამშობლოს წინაშე ვალი, ხოლო ჩვენ არ გვაქვს და მათაც აქვს და დაუდგნენ გვერდში მშრომელებს. ისი იმედიც არ ვიცი, შეიძლება არ მაქვს, მაგრამ ჩვენ მოვედით და ვიმეორებთ იმ მოთხოვნასაც მაღაროელები აყენებენ. ეს არის თხოვნა და თუმცა აუცილებელია სამართლებრივი ფორმატიც უნდა მიეცეს ამას და სახელმწიფო, რომელიც ძალიან იჩემებს, რომ არის სუვერენიტეტის დამცველი, ხო? მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სუვერენიტეტი არის ეკონომიკური დამოუკიდებლობა და შენი მოსახლეობის და მოქალაქეების ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ზრუნვა, რასაც ჩვენ წლებია, 30 წელია უყურებთ, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ შეაჩერეთ ცეცხლი. მადლობა.